პირველ რიგში მინდა ვუთხრა ალატრას და თქვენს ყველა მოხალისეს, რომ თქვენ წარმოუდგენელ საქმეს აკეთებთ მშვიდობის დასამყარებლად და ადამიანობის გასავრცელებლად მთელ პლანეტაზე. კიდევ ერთხელ, თქვენს შესანიშნავ პრეზიდენტთან და მთელ თქვენს გუნდთან მუშაობის შემდეგ ყველა კონტინენტზე, სადაც კი ვყოფილვარ, შემიძლია ვთქვა, რომ ყველგან ერთსა და იმავეს ვხედავ. თქვენ მხოლოდ სიყვარულს ავლენთ. ამიტომ ჩვენი ერთობლივი მუშაობა სულიერი დიპლომატიის იდეის მთელ მსოფლიოში პოპულარიზაციისთვის ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში თქვენ და მე გვაქვს ერთი და იგივე გზავნილი და ერთი და იგივე მისია, რაც არის ომების დასრულება და მშვიდობის დამყარება ყველა ადამიანისთვის, მიუხედავად მათი კანის ფერისა, რასისა თუ კულტურისა, ან ვის ელოცულობს ადამიანი ან რელიგიისა. ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს თავისუფალი. და ეს არის ჩვენი მისია. სწორედ ამას აკეთებს სულიერი დიპლომატია. ჩვენ არ ვატარებთ იარაღს, ჩვენ სიბრძნეს ვატარებთ. ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ საზღვრებსა და კონვენციებს მიღმა რწმენის სახელით. ამიტომ, როდესაც ვესაუბრები ინდუისტ მკურნალს, ბუდისტ ბერს, ისლამ იმამს ან კათოლიკე მღვდელს, ჩემი მიზანი ყოველთვის ერთიანობისა და მშვიდობის დამყარებაა. ჩვენ ამას ჩუმ დიპლომატიას ვუწოდებთ. ეს არის ის, რასაც პოლიტიკოსები ვერ აკეთებენ. მე უნდა ვეცადო, რომ მშვიდობა და სტაბილურობა დავამყარო მსოფლიოს იმ რეგიონებში, რომლებიც ყველაზე მეტად იტანჯებიან ომით. ეს სულიერი დიპლომატია. ეს მხოლოდ ლაპარაკი არ არის. ჩვენ რეალურ საქმეს ვაკეთებთ. როგორც კი დავტოვებთ ვატიკანს, ულამაზეს ვატიკანს, რომს პირდაპირ კორეაში გავფრინდებით. იქ დედამუნისთვის რთული სიტუაციაა და გაერთიანების ეკლესია დევნილი ხდება. სწორედ აქ არის საჭირო სულიერი დიპლომატია. პრეზიდენტი ტრამპი იქ იქნება ამავე დროს და ჩვენც იქ ვიქნებით, რათა რაც შეიძლება მეტი მშვიდობა დამყარდეს. ლოცულობ იმისთვის, თუ რამდენი რამ მიიღწევა ალატრასთან ჩვენი პარტნიორობით, ამ საოცარ ორგანიზაციასთან და თქვენი შესანიშნავი მოხალისეებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თქვენ ნამდვილი შთაგონების წყარო ხართ. ვხედავ მოხალისეების ძალას და სიყვარულს, რომელსაც თქვენ ყველანი იჩენთ კაცობრიობის მიმართ, ქების მოლოდინის გარეშე, ინტერვიუების მიცემის გარეშე, თქვენი შრომისთვის მადლიერების სიტყვების მოსმენის გარეშე. თქვენ ნამდვილი უცნობი გმირები ხართ. სწორედ ამიტომ თანამშრომლობთ და ჩვენი გზავნილი მთელ მსოფლიოში ვრცელდება. ასევე მარინა და მისი შესანიშნავი საქმე. გულის სიღრმიდან ვუხდი მადლობას მას, რადგან მქონდა შესაძლებლობა დრო გამეტარებინა თქვენს შესანიშნავ პრეზიდენტთან და ის სიკეთე, რომელსაც ისავლენს კულისებს მიღმა, კამერის წინ და მის მიღმა, მიმართულია ერთი რამისკენ, მისიისა და მხოლოდ მისიისკენ. ამიტომ ვიცი, რომ თუ ჩვენ საქმეს გავაგრძელებთ, მივაღწევთ მსოფლიო მშვიდობის მიზანს.